შავსიაში ხარო. შავსიაში ხარ მიდი შავსაში. აი ესეა. იმ დღის მერე რაც ქეთი დამშორდა, სულ ესეთ კოშმარებს ვნახულობ. გახსოვთ ალბათ ქეთის ფული უნდა გადამეხადა ბანკში, მაგრამ ვერ მოვასწარი და ჩემს გამო ქეთი შავსიაში აღმოჩნდა. ჩემს გამო რა, ჯერ ერთი იმიტომ რომ თამუნამ ტაფები იყიდა მაგ ფულით. და მერე მოხუცმა ქალბატონმა იმდენი ქნა, რომ მაგის გამო ფული დაგვიანებით შევიტანა. ამ ამბის მერე კი დიდი დრო გავიდა. რამდენიმე დღიანი სახლში ჯდომის, არაფრის კეთების, წუწუნის და ჩემი მეგობრების ზარებს იგნორირების შემდეგ, როგორც იქნა ძალები მოვიკრიბე და თავიდან ცადე ჩემი და ქეთის ურთიერთობის აღდგენა. დასაწყისისთვის ესეც არ იყო ცუდი. მოკლედ ყველაფერი ვცადეს, სახლში ვაკითხავდი, ტელეფონზე ვურეკავდი, მეილზე სასაცილო ფოტოებს ვგზავნიდი. ბოლოს ისე დავეცი, რომ ეგრეთ წოდებული უის სხვასთან ვაგზავნიდი მესიჯის კი გავგზავნე, სადაც უნამუსოდ ავწერდი თუ რა საშინლად გრძნობდი თავს მის გარეშე. და ბოლოს ბევრი წვალების შემდეგ ნანატრის შეხვედრაც შედგა. კარგი ზურა, რა ტარანტინო, ბავშვი სკოლიდან უნდა გამოგიყვანა ტარანტინოს აბრალებ. ხო, გითხარი რომ ჯანგოს უყურებდი და ჩამეძინათ ხო. კარგი რა, ბანკში დაგვიანებები არ გეყო და ეხლა სკოლაში დაიწყე რა. მე რა ვიცოდი რომ სკოლაში უნდა მივსულიყავი. 1000 სკოლაა თბილისში. მაგმიზეს ბანკზე იყენებდი ხოლმე და ახლის მოფიქრებაზეც არ გიწვალია. ხო, რა ვიცი, სკოლასაც გამოდიოდა და. რატომ იჩხუბები? ხომ იცი რომ შესარიგებლად მოვედი. შესარიგებლად რომ მოსულიყავი, არ დააგვიანებდი. შესარიგებლად რომ მოვდიოდი, მაგითო დავაგვიანეთო რა. ისე რომ დაგებარებინე, საერთოდ არ მოვიდოდი. კარგი რა ზურა რა. შერიგებად საერთოდ არც იფიქრო, აქ სხვა რამეზე ვართ მოსული. და სხვათა შორის ეს პრობლემა შენი ბრალია. იმდენჯერ დაგჭა ბავშვი, ხან პარკში, ხან ბაღში, ხან მანქანაში, ხან ბარში, რომ ეგეთ თვისება გამოუმუშავდა და ეხლა შეიძლება კლასში ჩარჩეს. აი, რა უნდა ისწავლოს ბავშვმა შენგან? წერა, თითების დატკაცუნება, ხუმრობ. არა, ხანდახან მგონია რომ საერთოდ არ გიყვარს სალომე. აი ხა სისულელეს ამბობ ქეთი. რა და სალომე ყველაზე ძალიან მიყვარს. არა, თუ გიყვარს, მაშინ იმაზე რატო არ ფიქრობ, რომ ბავშვი მოსიყვარულე გარემოში უნდა გაიზარდოს და არა იპოთეკი დატვის თულში. და იმისთვის რომ მოსიყვარულე გარემოში გაიზარდოს, ხანდახან შენთანაც უნდა დაიტოვო. არა, მითხარი, რატო არ იტოვებ შენ? იმიტომ რომ მიყვარს. კარგი რა ზურა რა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საერთოდ ზრუნავ მასზე და არ იღებ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. ხშირად ვაფშე არ ნახულობ. შემომხედე. ეგ ხშირად სანახავი ვარ ახლა მე. არა, ხო, კარგი, ხშირად რომ ნახო, მე და მე მსგავსება და კარგი იქნება ეგ. არა. ეგ არ იქნება კარგი. მაგაში მართალი ხარ. ხო, ხედავ რაღაცებზე უკვე ვთანხმდებით. ხომ არ შევიგდეთ? ალბათ უარი რო გითხრა, მთელი ცხოვრება ვინანებ ამას. მიყვარხარ. მე სერიალის დასასრული. ასე მხოლოდ ფილმებში ხდება და ის რაც ფილმებშია, იშვიათად თუ ხდება სინამდვილეში. ჩემს შემთხვევაში კი არასდროს. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე გაგრძელდა. აი ხო ხედავ რაღაცეებზე ვთანხმდებით. ხომ არ შევრიგდეთ? აუ, შენთან ხო სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება რა. ესეც სერიოზულ პრობლემაზე ლაპარაკობ და იმის მაგივრად რომ როგორმე გამოისყიდო შენი დანაშაული? არა, მაგაში ზუსტად შენ დაგემსგავსა სალომე. მოიცა მე თუ დამემსგავსა, იმას რატო არ შევტები? არა, იმის მაგივრად რომ აღიარო შენი დანაშაული, იგივე საგძელებ. კარგი რა. ესე იგი, ბავშვი ცუდად იქცევა, ჩემი ბრალია, მე ცუდად ვიქცევი, ჩემი ბრალია, შენ ცუდ ხასიათზე ხარ, ეგეც ჩემი ბრალია, ბარემ ადეკი და გლობალური დათბობაც მე დამაბრალე. დიახ. მოშობულ წყალს და ჩართულ დენს რო არ ტოვებდეთ, შენ და შენნაირები ალბათ ეგ პრობლემაც არ ექნებოდა მსოფლიოს. ეს სახში რა გითხრის გაშავებას? არაფერი არ უთქეთ, მამა ჩემს საერთოდ ხმა არ ამოუგრე. მართლა? ხო, საერთოდ არ ქონია რეაქცია, მე საავადმყოფოში წავიყვანე და იქ გითხრეს, რომ პანიკური შეტევა ქონდა და იმაგაში. არა, მაპატი. არა, რა უნდა გაპატიო? მე რო გამაშავე თუ მამა ჩემი რო გააშეშე? კარგი, მორჩით. დაამთავრეთ. დიახ. მოგულეთ. აქ რომ დაგიბარეთ. გადაწყვეტილი მქონდა რომ სალომე სკოლიდან გამერიცხა. უდისციპლინობის გამო. მაგრამ თუმცა აი ახლა მთელი ამ ხნის განმავლობაში ისმენდი და გადავიფიქრე. ვფიქრობ, სალომესთვის ეს ძალიან ზედმეტი
და მეტისმეტი იქნება. მე ოჩი და შეიძლება მიცანდეთ. რა თქმა უნდა ამ შეხვედრას ცოტა უკეთესად წარმოვიდგენდი, მაგრამ ესეც საქმე იყო. იმ დღის მერე კი ქეთი აღარ მინახა. ის გოგო სად გაიქცეთ? ჩემზე ხوارი ეჭვიანა, არა, ჩემს მაგაცია ზურად გოუთხარი და დაიბნეს. რა გინდა მითხარი ხა? არა, უნდა მინდოდეს, აქეთ ვიყავი და რა საქმე არ მქონდა, შემოვირბინე და უთა ძალიან სასაცილო ამბავი მაქვს. მოკლედ დღეს ერთად იქმა და ამერიკა შევხვდეთო. ჩხუბი გაქვთ? შეწარმოები არა, ჩხუბი. აი მაზე დაპატიჟა. აი, რა გაცინებს? ეცერეთ. აი მაზე დაპატიჟეს? ხო მე რა? რატო დაპატიჟეს შენ პაემანზე? არ იცი გოგოებს რატო პატიჟებენ პაემანზე? ხო და რომ ვიცი გოგოებს რატო პატიჟებენ პაემანზე, მაგიტო ვერ ხვდები შენ რატო დაპატიჟეს? მას ვინ დაპატიჟა საერთოდ? ვინ და პატამ ჩვენი კლასელი რო იყო? მაჭარაშვილი, ხო? მაგრამ რა გააკეთა გახსოვს? აუ, კი, მარის ჩანთაში რო გული აერია. არა. აუ, არა. წებო რო დაუსხით იმაზე რა ქვია, სკამზე და შარვალი რო აეხა. ტრუსიკიც, მაგრამ არც ეს. აბა ის, ნავთი რო დაგვაბარა მასწავლებელმა, რომ იქ რო ჩააფსა და ის რო მიუტანა, ეგ? არც ეგ. რომელი? ის მინდა რომ მომეყოლა თუ გახსოვს წიგნები რო გადაუცვიდა თქო, მაგრამ ნუ აღარაა საინტერესო. მაჭარაშვილი. მაგას კაი დაყავდა ძა. იცი რა? მე მგონია რომ უნდა წა. მოდი პირდაპირ მითხარი რა გინდა. მოკლედ ამ პატას ყავს ძალიან მაგარი და რა. და ადრე ნუ რაღაცას ვცდილობდი დაახლოებას თუ რაღაც, მაგრამ ნუ არ გამოვიდა. ხო და ეხლა თუ თქვენ ოს დიჟენიაში იქნებით, მეც იქ რაღაცა თქვენთან ერთად სადღაც შეგხვდებით. კოლექციას მინდა ახალი შევმატო რა. ო, კაი რა. ხო წახვალ, გთხოვა. ანუ წახვალ, ხო? რა თქმა უნდა. ხო რა. კაი, ნუ იღებ ეგეც ახლა. კაი, ნუ იღებ რა ეგეც, აუ, კაი, ხო წავალ, კაი, ოღონდ აღარ გააკეთო ეგრე. ო, ჯიგარი ხარ რა. ჯიგარი, ოღონდ, იცოდე. ეხა იქ შენებურად არ მოიქცე, თორე არ გამოვარა. ნუ ხო, კაი, მაშინ მითხარი, აი, რა მოწონთ ბიჭებს გოგოებში? ძუძუები. ეგ ვიცი, მაგრამ რამე ისეთი მითხარი მეც რო გამომადგეს. Ura, სახლში ხარ? არა, კარგი იყო და ვიფიქრე ხომ არ გადავიდა მეთქი. რა თქმა უნდა, სახლშია და რა თქმა უნდა ძინავს. და რა თქმა უნდა, დინაშიც ისეთი ბარდაგია. ზური გაიგუძე. გაიგუძე ზური. ზური, გაიგუძე. Zura, adga, zura! Zura, adga, zura! Zura, adga, zura! Hey! Hey, zuri! Adga, იაგისეთ? არაფერი არ ხდება? გაგაგვიძე თუ კაცო. არა, მეც აღარ ვიზამთ. ალბათ. ეს მამუკა, ჩემი უფროსი ძმა. სხვებისთვის უფროსი ლეიტენანტი. კი, მამუკა სამხედროა და სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ძალიან მკაცრი. ჯარში არ იციან, მაგრამ საპირისპირო ხდება მამუკას ოჯახში. სადაც მას ყოველდღე ორი ბიჭი, ერთი გოგო და რაც მთავარია, ცოლი ნათია ელოდება. მამუკა გიჟდება ისე უყვარს ჯარის ამბების მოყოლა. ეთი ისტორია განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ამბავი თბილისის ომში მოხდა. ლივერპული, თბილისი, დინამო. დაიწყო მეორე ნახევარი. გამარჯობა. თქვენი აივანი ზედ რუსთავაზე გადის, არა? ერთი წუთი უკაცრავად. ოთარ გადელია, მოჩ
აი, სულას იყო. დიდი მადლობა უკაცრავად შეგაწყვეტ. იმის მერე რაც მამამ ჩვენი ოჯახი მიატოვა და ჩუმად უკრაინაში გაიპარა, დედის თხოვნით მამუკამ ჩემი აღზრდა დაიწყო. ფაქტიურად მან მამობა გამიწია, მაგრამ მაგას მერჩივნა ობოლი გავსდილიყავი. ძილშიც როგორი ზარმაცი ხარ ბიჭი. რამდენი ხანია მოვედი და პოსტა არ შეგიცვლია. უფროს ლეიტენანტ ჩემი სალამი. მამუკა ხარ ხო? მამუკა ვარ, ხო? მამუკა. კარგი, რა, მწვრენია და გიყურებ რა. რომელ საათამდე გძინავს? რა არის ეს ბიჭო? რომელი საათია? 10:30 უკვე. ხო და 10-მდე მძინავს. 10-მდე კაცო, ხალხი უკვე 9 საათზე სამსახურში 1300 საკეთებს. ვის ძინავს 10 საათზე? ვის და ბიძინას, ოღონდ იმას საღამოს. მოდი რა, არ გვინდა ახლა მაგ თემაზე ლაპარაკი? მოდი, შენ დასაქმე, მოდი, ადექი. რა სამყოლო დიალოგი, ჩაის ყავას, დასო. სადარი ყავა მე, ჰა? არადაში. რომელ კანადაში? ერთ კანადაში არ არის. ეს არის ყავა, ეს არის სპილო ბიჭო. სპილოა, ყავა. სანამ თამულა ჩამოვა, ეხლა ნახე მე და შენ აქ რამ დავატრიალოთ. რა მხიარულება? აბა. აბა. ვაიმე. ვაიმე რა ხელი გაგურამი ბიძია ეგეთი გული რო გქონდეს კაცი არ გაჯობებდა. არა მართალი ვეყავი მართალი იმ 300 ლარის წამოღებას ეხა 60-იანის წამოღება არ ჯობდა ჰა რა ამბავია კაცო რა ხდება რა არის ნუ გზარი ბიძია არ ეხა დაიწყებს რა გარაჟის დაალაგებაში მომეხმარე და იგეთები ვეთქვი რომ სამსახურში ვარ ხო კი როგორ ახარ ვერა არ გამომივა ნუ გზარი ბიძია სამსახურში ვარ და რა ხმა ისმის აკას თქვენ გაქვს ნუ გზარი რა კარგად მოგიფიქრებიათ ხო რა ვიცი ხო თუ მოახერხე მოკლედ ჩამოვალ რა არ ვიცი არ ცალია რა ვაიმე ვინ არის ეს კაცი რა არა თუ არ დავლი ესე იგი არაფერს არ დაგასდიან მოიცა ეხა ვის დაურეკო უი ამას დაურეკო ო ბიჭო როგორ ახარ გიორგი ვარ ჰა თქვენ მოხდი უი ბოდიში უკაცრავ ხო ერთი თუ რაღაცა კაი ხმაგა ჯიგარო შენ რა კაი კაცი ჩახარ ხوار დაგველია მე თბილისში ვარ თქვენ დუშეთში ხართ კარგი კაი კაცი კაი დააფიქსირე ეს ნომერი აქეთ რომ მოხდები შეგიძლია დამირეკო და შეუბეროთ ერთი ქართულად გემრიელო კაი ნაგა დუშეთში კაციც ყავს დუშელი კაცი რა ვქნე ხა მარტო ხო არ დავდე ამ გემრიელ ვინოს ლოთი ხო არა ვარ ჰა მე თუ ვარ ეკატერინე როგორ დამავიწყდა ეკატერინა ალო ეკატერინე აი მანზე მიდიხარ შენ თუ დალევა არ გინდა რამე სხვა ტყუილი მაინც მოიფიქრე ნორმალური ეგრე მითხარი რა არა ვერ გავიგე დალევა როგორ არავის არ გინდათ თქვენ იმდეს იზავთ რომ ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბში გავწევრიანდები დალევა თავს დავანებ არა ისა იმათ უფრო იოლო დავიყოლებ დალევაზე კაი ხო კაი რა ბედი მაგ სკაიპში თუ არავინ არ არის არა დრო აქ ნატარები ქართველ ემიგრანტებთან ერთად
ხო, საყვარელო. უი, თამუნა შენ ხარ? წახში მარტო ვარ, ხო, აი ესე. მიმჭახუნებელს ვეძებ რა. რა მოგასმენინო? მარტო? აი ხო, დავშვიდი? აი ეს ნორმალური ხარ ხა ვინმე ყოფილიყო ხო შემეძლო რომ გამეჩუმებინა კაი კარგი ხო კარგი რა გჭირს რა მოგივიდა კაი რა სურათი გადაუღო მიღე დამშვიდი არა ვერ გაიზარდე რა აი ხო შემეძლო რომ აქ რო ვინმე ყოფილიყო დამემარა არა კაი თქო ბაბლუა ჩემი სულს გეპიცევი თუ მარტო არ ვიყო ხო კაი დამშვიდი გეხუმრებ რამდენ ხანში ჩამოხვალ მალე მოხვალ ესე კარგი ცირა ბიჭებს ძალიან მოწონს როცა გოგოები იცინიან მათ ხუმრობებს გაიცინე მას იმედია ცუდი იუმორი იქნება და ვერ გაგაცინებს. მაშინ ის მითხარი, ეს კარგად მაცვია, პაემაზე რო წავიდე? აუ, შენი რაღაცები დამათხოვე რამე? შეიძლება ისე ვიცი. არა, ეგ არა, ის შენი ცისფერი პერანგი მათხოვე. ხო, ისე მე უფრო საშენო დასაცველი მაქვს ვიდრე შენ. ამიტომ მოვიფიქრე, თორე ესე ვერავის დასვერ შევკერავ. ადაგეცემ. ადეთ. მე კაი კაბა ისო. არ მაქვს. ისო. არ მაქვს. ვერ ვიშო. ისო. თუ მოინდომებ. რაზე კურსლებზე? არ მაქვს. ორივე ისო. კი. გასწორდი ცოტა ადამიანურად და წელში გასწორდი რაღაცა გოგოსავით ცოტა ისე გაიღიმე რაღაცნაირად თვალები ცოტა მოჭუტე ცოტა ისე ამ ზეა მაკიაჟი გისვი ათმებს ხელი არ ახლა იყოს ჩამოწევი ტუჩები ცოტა და წინ გამოწი ბევრია ნაკლები ახლა ეს კაია ხა ისე ეკატერინე ხო იცი მგონი საერთოდ მეცნობია მეცი მე მგონი მეც და კერერატი ხარა კოლექციაში ახლები ნახე არა სოფო ეს კეთაო ნათია მესე ნინო სადაა აქ უნდა იყოს ნინო ვაიმე ნინო კერდა გიორგი და თამუნა ვაიმე აი რა მოხდა იმ დღეს მოკლედ გიოსთან ვიყავი ერთ გოგოსთან ერთად რა ხო გიომ ეს არ იცის ხო და შარფი რო გამოვართ კოლექციისთვის ამჭა იქ და დღეს თამუნა ჩამოდის და თუ ნახა ეს შარფი შენ ხვდები რას უსავს გიოს ნიკა მართალია თამუნამ სახლში უცხო გოგოს შარფი რომ ნახოს ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი აუცილებლად მოხდება Super slow-mo from the other side. ვარა უნდა მიუსწრო რა როგორმე რა ჯერ ხო არ იქნება ჩამოსული თან თამუნა ჩამოსული რო იყოს აქ გავიგებთ მაგის ღრიალს ვა ვინ დამეცა თორნიკი არა ეხა დაიწყებს ფუფოებს რა ამის ნერვები არა მო თახში არა ვარ ვითომ აზარ უნდა რამდენი არა ვარ წავიდა მე მგონი ხო თამუნა კარგი გაუღებ კარგი ხო ნაინამესე ვა უსიძე სისიძე ეს გამართვი ფო
აი, ვიცი ძმაო, დამნაშავე ვარ. ეს დღეები ვერ შემოგიარე, შეგიძლია მეჩხუბო, მაგრამ ჩემი დანაშაული რომ გამოვისყიდო, ნახე რა მოგიტანე. თორნიკე, თამუნას ძმა, გიორგის სოლისმა. თორნიკე ერთადერთი ნათესავია, რომელიც გიორგის მაინც და მაინც არ უყვარს და ცდილობს ძალიან არ შეეტყოს. თორნიკე ცდილობს გიორგის საუკეთესო მეგობარი გახდეს, ანუ ეტენება. თორნიკემ თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია და ის დისტრიბიუტორია. ისე გულის სიღრმეში თორნიკე და გიორგი უკვე მეგობრები არიან, მაგრამ ჯერ არ იციან. ძირითადი რითიც გიორგი უკმაყოფილოა არის ის, რომ თორნიკე ძალიან ხშირად ტვინს. ეს რა? ნახე. ამდენი მაიონეზი რა თქმა. ბიჭო, ვერსად ვერ გავასახე და თქვენ მოგიტანეთ რა. თან შეიყო გევასება პური და მაიონეზი. მადლობა მაიონეზისთვის. 1000-ად კაცი დაბასდა, 10000-ად ზრდილობა, არაფერს შემოგიო. ისე რა მაგარი გამონათქვამია რა. ხალხურია, მაგრამ კარგია რა. არა, გენიოსები რო ვიყავით, მაგას რა თქმა ბაზარი, ხო? აი რა. რა იყო კაცო? გამოგივიდა. ეს რა დამახვედა, ბიჭო. ახლა ციკლით რო გამაგდო, სახელიდან ხმის ამომღები არა ვარ ძმაო. ხო და კარგად იყავი. რა მაგარი იუმორია. სხვათა შორის იუმორი ადამიანს აკეთილშობილებს, მეგობრობა ხასიათს უმტკიცებს, ოჯახი აბედნიერებს. აი გვინდა წერა. ეგ არავინ ეხლა მოვიფიქრე. აუ რა მაგარი კაცი ხარ. აი ესე იგი ფეხი არ მაქვს, სახლში შემოდგმული და უკვე სუფრას. მოიცა, გაუშვი რა ხელი რა. მომისმინე. მაშინდელივით ეხლა ეგეთები არ დაიწყო ბოლომდე დავლიოთ და რაღაც ნელ-ნელა მივხვდეთ და ისე დავლიოთ. თან მაიონეზიც გვაქვს. ფო. მოიცა ერთი ფო დაგაკელი. ფო. თორნიკე. ხო. ამ ღვინოს ვერ დავლებთ. მოიცა კაცო, რას ვერ დავლებთ? მე გამაკი, რას ვერ დავლებთ? რა იყო რა სახეო? ჩემთან ერთად დალი ვარ გინდა? ხოშე არ გაგეხარდა ხო ჩემი დანახვა? ისე გამიხარდა, რომ ეხა ჩემ ოთახში შევალ, სიხარულით ვიხტუნებ და გამოვა. აი, შენ იხტუნებ, მე ჩამოვასხარ. მოიცა კაცო, ვერ გავიგებ. ეს ღვინო ჩემი არ არის რა. ვა. ბიჭო, ცუდი ამბისთვის მჭირდება ეს ღვინო რა. ბიჭო, რა მოხდა? რა ვიცი, ზურას ვერ აქვს კარგად საქმე და რას ლაპარაკობთ? რანაირად? თუ ახალგაზრდა კაცი ეს? არა, მოიცა. ზურას კი არა, ზურას მამა გარდაიცვალა. ზურას მამა გარდაიცვალა. რას ლაპარაკობთ? რანაირად ახალგაზრდა კაცი ეს რა მითხრა? ბიჭო, რითი მოკვდა? რითი მოკვდა და ეგ ხო უკრაინაში იყო და ხო. მოიცა და მე რა უკრაინაში ვიყო? ვაიმე შენ უიცი რა ეს ჩაციება და ჩაძირება რა. არა ხო ხდები არც კი ლაპარაკობ უხასიათო თუ არა. გასაგებია. მოკლედ მე ხა ზურასთან უნდა გავიქცე. შენ მერე გამოიარე და როცა გინდა დავლიოთ კაცო თუ გინდა დილამდე. ეგეთი ამბავია რა. მესმის მე წავალ, მაგრამ გიხოცები შენ ძალიან არენერვიულ რა. თუ გინდა დავრჩები ძმაო და შენთან ერთად. არა, ჯიგარი ხარ. ხო იცი არ მეზარება. არა ძმაო. კაი. ვა დეიდა? ფო. ისე რა მაგრად მოვიფიქრე რა მაგარი ვარ. ნუ შეგლენცვალე. არა, ისე მაგრად მოვიფიქრე რომ ეხა სხვა დროს რო დამჭირდება. აი მე ნეტა ერთი ორი მამა მაინც ყავდეს ზურას, მაგრამ დედა ხო ყავს. ხო თამუნა. იმიტომ ვერ გიპასუხე რომ თორნიკე იყო და არ მესმოდა რა ვიცი. მოკლედ ეს თბილისში შემოხვედი უკვე? რამე ძიმე ხო არა გაქვს, თუ კიდე დახვდები. აბა, დაიწყე, მიდი. დაიწყე შეთა საქმეო. მადლობა. მოკლედ. დალია. ბიჭო, დედამ და მერე გამ. ამასინათ. და შენზე ყველაფერი მომიყვა. რომ ისე ვერ დალაგე ურთიერთობა ქეთისთან, რომ ისე ვერ შევეწეს ერი სამსახური, რომ ისე ასეთ ქაოსში ცხოვრობ. ზურა. პატარა ბიჭი აღარა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აი, ვიგზნობ რომ რაღაცა უნდა შეცვალო, რაღაცა უნდა გამოასწორო, ხდები? აი, ეხლა შეიძლება არაფერი, მაგრამ მომავალში აქ დაგროვილი პრობლემები აუცილებლად სადმე იჩენს თავს. რას მეგონა, მითხარი რამე? არ გაინცრე. რა?
არ გაინძღე ერთი წუთით დილიდან დავდევ კოღოს და შუბლზე გაზი. დიდია? საკმაოდ. მოდი. არ გაინძღე. არ გაინძღები. არ გაინძღე. ეგა? არა, გაფრინდა, მაგრამ მოვარტყი. მოვარტყი, თუ მოვარტყი შორს ვერ წავა. ისმენე, შენ აი დადაკი და ხელები არ შეიქნიე. მე ამ კარს დავკეთ და ვერსად ვერ წავა. რა რას მეუბნებოდი რა მინდაო? დედა ნერვიულობს შენზე ძალიან. ხო და უთხარი ნუ ნერვიულობს. ხო იცი როგორ უყვარს არა მაგას. ხო შენ არ მისმენ ხო? გეუბნები ადამიანი რა დღესია იცი? მოვიდა ამასეა და მეუბნება შვილო მიდი უშველი შენს მას. ძოლი ისევ გაექცა, ფულს ისევ ვერ შეღლობს რომ შვილი არ ჩინოსო. აი გერას გეუბნები. დღესია შენი ძმა, შენი გაზრდილია და შენ გარდა სხვა ვერავინ ვერ უშველისო. გაიგე? გავიგე, მეტკინა, გავიგე. მოკლედ ასე, გადავწყვიტე დღეიდან შენთან განმოდივარ საცხოვრებლად. რა? ხო. მოვალ ცოტა მოგაწესრიგებ, ცოტა ფორმაში ჩაგაყენებ და მერე წავალ. მამუკა, მესმის რომ ძმა ხარ, მაგრამ თუ შენ შუაზე აპირებ რომ მატარო, მაშინ ზურგისაა, კენ? გაგიეხა? არა, გასი. თელი ბატალიონი მეგონა და ყველაფერი წესრიგში იყო რა. ეხლა ისეთი ერთეული მომალია რომ რანაირად იქნება ციფრი არის. გიხვეწები, არ დაიწყო გემუდარები. რა დავიწყო. შენ ხარ კაცი, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია. და მე ვარ შენი ძმა, როგორ არ დავიწყო? რატო არ შემიძლია? შემიძლია? რა შეგიძლია? რა და? დამაკვიდე. იბერება? რა? ნესტოები იბერება? იბერება? ჰა? შემძლებია, თუ ხედავ რომ შემძლებია. მართალია, ლიკენის პრობლემას მოსაგვარებელია. რისი? ეგ მე ვიცი. მოკლედ ასე. დღეიდან აქ გადმოვდივარ მე და შენზე ზრუნვას ვიწყებ. მე. ჩემები დებიამესთან გადავიდნენ 2 თვით, ალბათ მყოფობს ისქალი და ასე ურჩევნია. რა ვიცი, ხა ორთოში ისქალი ალბათ ან მომჯებინდება ან მოკლედ დრო გვაქვს. და მე კიდე რატო გძღოლია მე და შენ ყველაფერი კარგად გამოგვივა ჩემო ძმაო. გახსოვს მამა უგრაინაში რომ გაიქცა. თითქოს ერთი მთლიანი გავხდით რა. არ გახსოვს ერთმანეთს გვერდში როგორ უდექით, ერთმანეთის აზრს როგორ ვიზიარებდით. და ის გახსოვს? რა? რა? ის არ გახსოვს? რა? არ დაიწყო გეხო. რა, ცუდი. კავკასიონზე. გაუთუმია. ჩემ შეღარებულს აუგოია. ნუტერი სოლო. ნუტერი ჩემო ლამაზო შეღარებულო. პაპაპაპა ნუტერი სოლო. ნუტერი სოლო. ნუტერი ჩემო ლამაზო შეღარებულო. კარგია? ძალიან კარგი, თუ კარგია. ხო დადაკი ახლა მივარჩიოთ. არა, გიხვეწები რა ცოტა აზზე მოვალ რა. რა აზზე მოხვალ? 30 წამს გაძლევ. რომ აქავრობა მოწესრიგო. 30 წუთს გაძლევ. რომ აქავრობა ბიალაგო. მოკლედ, ზურა კვირის ბოლოს ეს სახლი უნდა იყოს დალაგებული. შენ მიდი ახლა დაიწყე, ნელ-ნელა მიდი მიყევი ახლა და მე მანამდე ნახავ აბაზანაში რა ხდება. Zura. კარგი რა დედა რა, კარგი რა დედა. ეხლა მამუკა მინდოდა ეხლა მე. კეთი. ხო კეთი? იმ დღეს კეთის დარეკილმა ძალიან გამახარა. დირექტორის ამბის მერე ჩემი ზარისთვის არც ერთხელ არ უპასუხია და ვერც ნახვა მოვახერხე. თავიდან ვერ მივხვდი რა გადაუტრიალდა თავში, რატომ დარეკა. შეხვედრა რომ თხოვა, მაგაზე საერთოდ გადავირიე. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამ დღეს 13 წლის წინ მე და კეთი პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს და მივხვდი, კეთის შერიგება ქონდა გადაწყვეტილი. Yes. უი, ხო, კეთი, ბოდიში, მეგონა რომ გავთიში. კარგი.
ხო, 6 საათზე შენ საფთან, კარგი. ალო? Yes. რა კარგი დღე მაქვს. აი, საკუთარ თავს ელაპარაკები? რა უნდა უნიტას და გლობუსს? აი ამ დროს გავიფიქრე, რომ ქეთისთან შეხვედრაზე მამუკასთვის არ მეთქვა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ წინასწარ როცა რაღაცეებს ვამბობ, ვითარსები ხოლმე. და მეორეც ვიცოდი, მამუკა 1000 უაზრო კითხვას დამისვამდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომეტყუებინა. გიორგიმ დამირეკა, რომ გამოდი და დავლიოთო თან ყველა ვიკრიბებითო და რა ვის გამიხარდა. მაცი. ეხლა გთხოვე რომ აქ რომ მიალაგებთ, ეხლა ამ ოთახს მილაგებული სამე ეთყობა, ასე რომ ვესად ვერ წახვალ მით უმეტეს დასალევად. მომისმინე სადგინახია მწერალი, რომელიც არ სვამს. შესადგინახია მწერალი, რომელიც არ წერს. კარგი. ხო, მოკლედ მე აბაზანაში შევალ. და მე უნდა გავიქცე. როგორ ზონა იყო იქ? 6-ზე. ასე ახერ გამო. ასე ამის მე წესიქს ვერ მივაჩვევ. თან ახლა 6-ზე დაიწყებს სვანს თუ 8-ზე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე მეგონი ჯობია. ცოტა ხანი სახში დაჩეს და ქორება მიალაგოს. 2 საათი საკმარისი. ეგრე იყოს რა მოკლედ, აბა გავმარჯოს. იგარი ხალხმა. შენ პატარა ჭიქით. ეს ვინ არის? თორნიკე თუ ეს ახლა გავგიჟდები. ეს ვერ გავიგე, ჩასაფრებულია თუ რა არის? მე რა ვქნა ხა? და ზურას მამა, ზურას. შემოდი ღია. არა დღეში ვარ, ბიჭო რა დღეში ვარ, ვაიმე რა მძიმე დროა და რა მძიმე ამბავია. რა გჭირს გიო, გაიგოთამუნა? ვაში გენაცვალე შენა ნიკუშ, მოდი რა, ვიცოდი რომ მოყვიდოდი, ნახე რა ღვინო მაქვს ბიჭო. ვიცოდა, თამუნას რა უნდა გაიგო? ხო, რაღაც უნდა გითხრა გიო, რა, ოღონ არ ინერვიულა, სანერვიულო არაფერი პრინციპში, რა ზონდა ინერვიულო. რა? ვიცი შე რაღაცა უკვე ისე ლაპარაკობ რომ მე არ მომწონს და უკვე რაღაცაზე ნერვიულობ რა არა ისეთი კი არაფერი კაცო დაწყნერდი უბრალოდ აი იმ დღეს რო გთხოვე რომ სახლი მათხოვეთ გონდა ვიმუშაოთ ხო გახსოვს უეჭველი გოგოა მოიყვანი არა ბიჭო ხო მაგრამ მე არ ვიშაშერო მართლა სახში ვიჟეკი კომპიუტერთან აგერ პატიოსნად მუშაობდი რაღაცებთან მოსარ კარგი ზარი მერე ხო კარიბს ვაღებ და დგას ნინო შენი მეზობელი ხო და მეუბნეო რომ თხილისატეხიო მათხოვები მერე მიიღო თხილისატეხი დებილო ფეხა შენ გააგზელე რა მოხდა მითხარი ერთი სიტყვით წეგან მირეკავს ნინო რომ შარფიდან ჩაოგიოსთან სახში. ბიჭო, შენ გაგიჟდი, ვერ გავიგე. სადაც არის თამუნა მოა, ეგ შარფი რო აქ ნახოს, ხო ხდები რა მოხდება რა? ეგ რომელი ნინოა ის მასწავლებელი რო ეგ არის? ბიჭო, რა ვეხე, ჩემთან მოსწავლე იყო და. სასახოთ, მოძებნე, სად არის ეს შარფი? გაიხსენე სექსი სად გქონდა და იქ ეგდება სადმე? სექსი გქონდა აქ, იქ და აქ. შარფის დედაცვატირე ეს გოგო ცოცხალია? შეძლებია დალაგება, რა გინდათ? რა 60? 90 კვადრატული იქნება ეს მინიმუმ. შეიძლება მიულაგებია. და მე შეიძლება გადამეწევია საათი. ისე 4 საათით რო გადამეწევია, რა ეს მეხდება და 2 საათი კარგია. ეოფ. რომელია? 5, მე კიდე 3 მეგონა. ესე კიდე საათი მაქვს ამქეთი. გიორგისთან მივალ. ძალიან კარგი. შეგედი აიძახე, ვერ მოვასწრებ, მაგიდა სახლის დაალაგე და მაგაცებთან დროზე მიყო. ძალიან კარგი. ხო, რა ვიცი, ძალიან ნელა გავიდა დრო და რა გამახსენდა, მამუკა ეხლა აბაწანაში რო ვიყავით და გამახსენდა? გახსოვს ბავშვობაში მს რო ვერ ვამბობდი. არ დაიწყო ახლა.
და ნანუკას რო გეძახდი. ნანუკა. ზურა მეთქი. ნანუკა. გამოვიდა ხაშ კარტოფილი მე ეკრე. კარგი ნანა, კარგი. დედა სელაპარაკე? ველაპარაკე. ბრავო. როგორ გავხარდა, იცი რა უცხარი სახის დალაგება დაეწყოთ. რაც ცოტა რამე ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის, აი, როდის უნდა გაიზარდო ბიჭო რა. ხო, მომისმინე. სანამ წავალ. რაღაც უნდა გითხრა. ძალიან არ მომწონს რომ ყველა ნაბის მიკონტროლებ. თან ისე იქცევი თითქოს ჯარში იყო. ამ დროს ძმასთან ხარ სახლში სტუმრად. მომისმინე ზურა. ჯარი არის ჩემი სახლი. ხო. და ყველა ჯარისკაცი არის ჩემი ძმა. ასე რომ ეხლა მე შენთან გია ვარ სახლში. შენ ხარ ჩემთან ჯარში. მეჯი აი ეს რაღაც უნდა დაწერე შე ციგნებში და როგორ გაიგედება იცი? სად? აქ როგორ ხონდა სექსი? კელზე კოცნა დაიწყო რა. დეტალები არ მაინტერესებს, მე გეკითხები რომ თამუნას სურათის წინ რა პონჩი ხონდა მეთქი სექსი. დეგენერატი ხარ, შარფი როგორ დაგჭა? ეგ რა არის უროსთან გოგო დამჩა ერთხელ. დავიღუპე ბიჭო, დავიღუპე რა. არა, პრინციპში მე რა. მე ვეთქვი რომ ნიკა და ნინო იყვნენ მეთქი, მოსულები მეთქი და იმათ დარჩათ იქ შარფი მეთქი და მორჩა ყველაფერი კარგად იქ. მოძებნე ხა იქ შარფი სასწრაფოზე. იტი სადარი ნახე რა. შენი რა. ბიჭო, შენ საძინებელში ნახე რა საწოლის ქვეშ. რა? ჩემ საძინებელში რა გინდოდა ბიჭო? ანუ ლოგინზე ვიყავით რა და რას ხმაური გავიგე და საწოლის ქვეშ დავმალე რომ მეთქი ვიღაც ხო არა მეთქი შემოწმებინა. რომ ნახე რომ არავინ არ იყო გამოძვერი თქო და ვერ გამოძვერებიო, გავიჭედეო, შენ შემოძვერიო და მე შემძვერი და მე ხო ხდები ნუ. ბიჭო, საწოლის ქვეშ თუ არ არის უჯრაშიც ნახე რა. ბიჭო, მაგ როგორ ხმოახერხე? რა მოვახერხეთ, უჯრაში ხარ ჩავდეთქო. არა. აი მე გაიხსენე კიდე სად იყავით რა? აივოზე იქნება, მაიცა. რა აივოზე რა გინდოდა? ვიდეს რომ დაინახე? არა, არ დაუნახევართ არავის. არა, ერთი გოგო კი იხედებოდა წინაფანჯრებიდან, მაგრამ. ო, დავიღუპე, თამუნას ეტყვის რა. იო. ეგ გოგო არაფერს არ იტყვის რა. რა ვქნა, დავიღუპე. უნდა დავლიო. აი, რა დროს დალევა? არა, ბოლო დალევა, ბიჭო, თამუნა რომ მოკლავს, არა. გამორიცხულია. ვინიცის კი არა, ბოლო ზონა იყოს მიცვალებულების. არა და რა კარგი ბიჭი ვიყავი, ახალგაზრდა ჯანღონით სავსე. კარგი, რამდენი გეგმა მქონდა ადექი ბიჭო მიცვალებულების სასახლე. სოფელში გოგო მქონდა დასახმარებელი. ეგეც ვერ დავამთავრე. აი ხა 15 წუთში თამუნა მოვა, მიწას დამაყრის პირდაპირ. აი მომაგებოს. აი თამუნას თუ გადაურჩი რა. თამუნას თუ გადაურჩი, შენთან სახლში მოვა და ყველა ოთახში დავლე. იცი რა, შენი ბრალი რა. მოგწევლიყავი თავიზოზე წესიერა და მაგის მე არა, ესეთი ეჭვიანი? აი რა ბიჭო, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ვიღაცა გოგოსკენ თვალი გამექცა რა. თვალი თუ? დამეკარგე ხა აქედან. მეძებ. ვაი, მე შეიძლება. გიო ვიპოვე ბიჭო. შენ რა იპოვე? მე ვიპოვე. აბა ეს რა? აბა ეს რა არის? მაცა რომელი არის? დაურეკეს რო დროზე მიდი. ავარიღებს და არ გახსოვს შე რომელია თამუნასი? ეს არის. არა თუ ეს არის. აუ, ვაიმე არ ვიცი რა. ვიფი მაინც იყოს რა მივხვდებოდი ეგრევე. ამ ნინოს. აუ. ახლა უნდა გავიცე თორე დამაგვიანდება. ჩემი კეთები სად არის? ბიჭო, დაგაგვიანდება კი არა, შენ უკვე დაგაგვიანდა. შენ უკვე გასული ვიყავი, საათი გადავწია უკან. აბა რა გეკუნა, ახლა ასოცებს დაალაგე სახლი. რა? და რამდენი გადაწიე? 2 საათი.
2 საათი? ხო, ეხლა 7 საათია უკვე რა. აი, რა სახე გაქვს ეხლა 10 საათი და ზოგ ადამიანია გიორგის სმაჟე მაინც არ ექნება დავთარებული. რა გიორგი, გაგიშდი, საერთოდ არ ვაპირებდი გიორგისთან წასვლას. ვაფშე სხვაგან მივდიოდი. მეხუმრები. მეხუმრები, რა სულელი ხარ? მე კიდე მეგონა რომ მეხუმრები და ყველა მაგიშებ თქო. რას მიყურებ? არ გაიძრე. ის ყოვა. ისა? ხო, დაჭრილია და ეხლა ვერ წამივა. ნელა კანი. ნელა ვაგეთ. ნელა არ გაიძრე, შენ არ გაგექცეს. შენი. ვერა? ისევ წავიდა. ამ ნაბიჯს არ მომდა გადამიყოლო ხა. დავანებოთ იმას თავი და მითხარი, საათზე სიმართლე თქვი თუ მატყუებ? და კაცო, ბოდიში ხო მართლა გადავწევ უკან, მოხდა რა მე? რომ გავიგე მამუკას დრო 2 საათით გადაუწევია უკან, კარგა ხანს პანიკაში ვიყავ. არ მინდა გაჩვენოთ მრცხვენია და ისე დაახლოებით ესეთ მდგომარეობაში. სირცხულია ბიჭო, რა თხასავე დღავი მოხდა. როგორ გავჩერდე, შეჩემა, როგორ გავჩერდე? შეჩემა არ გვინდა. კარგი? კარგი. კეთიმ დამირეკა და მთხოვა რომ შევხვდეთო. და რაღაცა სიმბოლური დღეა დღეს ჩვენთვის. აშკარაა რომ მირიგდებოდა, შენ კიდე რა გააკეთე? ეხლა როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, მითხარი? რაც იცის გააკეთე. რა? ნესტოები დაბედე. აგი ხო, გეხმარები ხო? ისა. დარწმუნებული ხარ? კი. აუ, ჯიგარი ხარ რა. ჯიგარი ხარ. არა, აი ისა. აუ, უფრო ჯიგარი ხარ რა. დუნაცვა რა. ხო ვიზახდი ვიპოვეთ მეთქი რა. ხო. აი, თამუნეს მოგთხრა, წავედი მე. შენ მომისმინე ხა? ხო. მოიცადე? მეორედ. ჩემს სახლში. გოგო აღარ დავინახო მოყვანილი. და თუ მაინც და მაინც რამია გარეთ გახადე და ამაზად ისე შემოიყო. ასაგებია? დიდი ხარ. რა გჭირს? წადი. ოუ, რა შანში მხვევდა ეს ბიჭი რა. მე მეგონა მართლაც მაგასებთან მიდიოდი დასალებად, აკვირე. კარგი რა, ხო რა აზრიებს წასვლას რა. არა, რისთვის გამოხვედი? ვითომ ჩემს გამოსასწორებლად გამოხვედი? რა გააკეთე სინამდვილეში? უარესი. ეს კეტები სადღაც წავიდა. შენი კეტები. მეთქი საათზე ვერ მიხდეს თქო და შენი კეტები ეზოში გადავყოლე. კარგი, მაპატიე რა ვქნა, ახლა რომ ცოლოდა რომ ქეთისთან მიდიოდი, შესაძლოა 1 საათი წინ გადავწევდი იმ საათს. ცოტა თბილა ჩაეცე, ხო? გარეთ თუ დააცებდა. ხო, იმდენზე გადაწიე დრო, რომ უკვე სხვა სეზონი მოვიდა. დაანებე მაგ საათს თავი, ყოფილება როგორც იყო და ხვალ დილის 7 საათის დასწრას 9-ზე აგაგდებდი. შენ კიდე ნერვებს მიშლი? არა, კიდე ნერვებს მიშლი? საათი დადე. ხომ იცი როგორი მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახთან შერიგება. თან ქეთის დედმამის გადამკიდე სალომეს კვირაში ერთხელ ძლივს ნახულობდი. ახლა კიდე ურა. კარგი, ხო, კარგი, გამოგივიდა, მაპატიე, ხო, ხო იცი ხა ძალით არ გამეკეთებია რა. არა, მე წავედი. ქეთია, მიდი რა გავუღე. მე რატომ გავუღო? მე რომ გავუღო, მიხვდება რომ შეხვედრაზე არ მივსულვარ, მიდი გავუღე. მოდავშე რაღაცას. ხახვი სადაგა? აივანზე. მომკლავს. ქეთია რა გაკარ? და შენი კეტები ეზოში რატო ეყარა? ძელი ამბავია, მაგრამ მოგიყვები. როგორ დაგილაგებია ყველაფერი. რა 60? კაი 90 კვადრატული იქნება ეს? ხო, ისა მამუკა გადმოვიდა და ერთად დავალაგეთ. მამუკა, როგორ ხარ? მე მორძალო. რა შევი, რა ხდება შენსკენ? რა ის ჯარში მშვიდობა, ოჯახში საომარი მდგომარეობა.
ძალიან მომენატრე ამდენი ხანი არ მინახი ხარ აბა, იცი როგორ მომენატრე? სახში რა ხდება? ოჯახის უფროსი როგორ არის? ხო გითხარი კარგად ვარ მეთქი. მე ზურა, გამარჯობა, მამუკას ძმა. სასიამოვნოა. ისაც. კეთი მაპატიე რომ დავაგვიანე, იცი რა როა გიხსნი, მიხვდები რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. სურა, არაფერს ახლა არ არის საჭირო. ხო ხედავ, მე თან მოვედი და არ ვარ გაბრაზებული. კეთი. იცი რა, აი დღეს ზურა შეთან შეხვედრაზე ვერ მოვიდა. ხო. ეს თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალია. ხო და ძალიან ხო ამის გამო არ იცნობ რა. და საერთოდ ეს ყველაფერი ასეთ შემთხვევით მოხდა. ხო, მაგრამ მე გვირდები რომ მსგავსი ინციდენტები ამ ოჯახში არ განმეორდება. იმიტომ რომ დღეიდან აქ სიტუაციას ვაკონტროლებ მე. ეს არის დავალაგიო. მამუკა ერთი წუთით დაგტოვე საქმე მაკეტისთან უნდა დაველაპარაკო. დაგტოვეთ მაგრამ არ შეგეშით ხელს. უი. მამუკა. გიო მოვედი. ვა, თან უნდა მოსულა. როგორ ახარ? კარგად, შენ? კარგად, რა ხდებოდა დედასთან? რა ვიცი, ხა ისეთი არა. შეგაშვები? მე მომენატრე და შენ არ მოგენატრე? მეც? ხო, შენც. კიდევ ის უნდა მონატრებოდი, რა? კაი, ხა რა არ დაიწყო. კაი. ვიცი, რასაც ფიქრობ და გრძნობ. მე გავაკეთებ შენ მაგივრად. კაი, გიო, რა სისულელეა. აბა? კაი, გიო. აქ არავინ არ არის. მოდი, თავად. შეგიძლია რომ გაათვალიერო, ნახე. აბა, აქაც ნახოთ ვინ არის. აქაც არავინ არ არის. და ბუხარში ხო არ არის ვინ? კაი, გიო, რა სიფი ვინ შეწრებოდა ბუხარში? აიგრე, არსად არავინ არ არის. შენიერია. ხო, ეს შარფი ვისია, გიო? შარფი? ხო, ეს შარფი ვისია? შარფი. თვითონ ეგ შარფი? და შენია? არა, გიო, ეს შარფი ჩემი არ არის. შენ არ არა, გიო, ეს შარფი მე არ მიყიდია. შენ არ გიყიდია? არა. სამაგეროდ მე გიყიდე. ხო, შენ რო აქ არიყავი გიყიდე საჩუქრის სახით არ მოგწონს? მაპატიე რომ ვერ მოვედი, ცირა ჩემი ბრალი არ არის, საათი გადამიწიეს. გეხვეწები არ გამიბრაზდე რა. სურა, ნერვიულობ, დაწყნარდი, არ ბრაზდები. არა? არა. სურა, ბიჭო, რა თხელი გადლებია? თქვენი საუბარი როგორ შევდიოდა, იცი? მამუკა, ერთი წუთი დავტოვე კიდე. სურა. მე უკვე დავტოვე. კარგი. მაშინ აი ამ გლობუსი. ეს გლობუსი. მოგლათ მე აქ ვარ რა, თუ რა. ისა კეთი. რაღაც ვერ მივხვდი. ესე იგი დღევანდელზე არ მიბრაზები? არა, ზურა, არ გიბრაზდები. მოიცა, ვერ ხვდები. მოხდა რამე? მოკლედ ზურა, მე ჩქარავ და უცებ გეტყვი რა. კარგი. მოკლედ, გადავწყვიტე რომ საბოლოოდ უნდა დავშორდეთ. არ გამოდის რა. შენ სხვანაირი ხარ, მე სხვანაირი. ვერ ვეწყობით ერთმანეთს. კი, ერთმანეთი გვიყვარდა. მე ძალიან მიყვარდი, დედას ვიცავარ. მაგრამ არ გამოდის რა. თან სალომე ძალიან ცოდოა, სულ გაურკვევლობაშია. ცალკე დედა ჩემი, ცალკე მამა ჩემი მიბურღავს ტვინს. სამსახურსაც მინდა რომ რაღაცნაირად მივხედო და შენთანაც იცი რომ შენთანაც არ გამოდის. ხან რატომ და ხან რატომ. მოკლედ, ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო, მაგრამ არ მინდოდა რომ აქამდე მივსულიყავით. და მივხვდი რომ ოფიციალურად უნდა გავშორდეთ. მე კიდე მეგონა რომ ჩვენი პირველი კოცნა გაგახსენდა და მირიგდებოდი. რატო? აი მე მგონი კოღო მოკალი. მოგალი? შეგენაცადა. მართალია. არ მოვაწერ ხელს და ეგ იქნება.
ანუ რომც მოვაწერო, ხელი იმას კი არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დამთავრდა ყველაფერი. ხო ეგრეა. მთავარია რომ ქეთის უყვარ ვარ, ხო უყვარ ვარ. უყვარ ვარ ქეთის. შენ გეკითხები. კი. მოახარ, აბა ეხლა რომ არ უყვარდე, თვითონ მოგიდა და გაგრძელების საფუძვლებს პირდაპირ ადვოკატს გამოვატანდა. მართალია, ესე იგი არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ცუდად ვიყო. უბრალოდ მორიგი პრობლემა, რომელსაც ერთად გადავლახავთ და ბოლოს ერთად ვიქნებით. ყველაფერი დამთავრდა. აი ეს ცვარი და თხა. მაპატია რა გადავსი ის საათი რა, მაპატია. რა გაპატიო პირიქით 2 საათით გამიხანგრძლივე ბედნიერება. არა და 1 წლით რომ გადაგეწია შარშან ამ დროს ზღვაზე ვიყავით. ზის ჩასვლას უყურებდით. ბიჭო, შენ სულ ასეთი რომანტიკული ხარ თუ როცა ცუდად ხარ მარტო მაშინ? როცა ცუდად ვარ მაშინ. მაშინ არ აუშვებს. ეხლა რა. არაფერი არ ვქრაგასე. არ მოაწერო ხელი და ეგარი რა. თუ დაგაზარებს მოაწერო, მოიტეხე მარჯვენა ხელი და 1-2 თვე გექნება რომ გადაათქმევინო და ეგარი. მარცხენა თიწემე. რა ეგნიჭი გავშეკიდე რა. მალევე მივხვდი რომ ჩემი ძმის მოწოდებების სმენა აღარ შემეძლო და ჩემს მეგობრებს დავურეკე. აი ახლა რა მეშველება. ადრე გქონდა მაკითხვაზე პასუხი? იცი რა ზურიკ, სხვა კუთხიდან უნდა შეხედო რა. რომელი კუთხიდან აბა? აიგო. იქიდან. კარგი რა, მე გადავება ეხლა მე. არა, 100-ჯერ გვექნება ნაჩუბარი, მაგრამ აი გაყრაზე ხელის მოწერა. აი ხა ყველაზე მეტად მესმის შენი რა. იმიტომ რომ 1 საათის უკან კინაღამ დავცილდი თამონას. აი მიდიოტის გამო, აი. რა? არა, მაგონში კი არა. შარფი დამჭა გიოსთან უბრალოდ და ვიღაც გოგოსი რა. ჩემი ძმა. ეს ვიღა? ეს რა დაგემართა ზური? იცი აქ არ არის ძმა, არა იყვავილები მაინც მოგიტანე რა. მადლობა თორნიკე, მადლობა, რატო შეწუხდი? არა. ესე უცებ საიდან გაი? გიომ მითხრა და გავგიჟდი კაცო, გავგიჟდი. გიომ მითხრა. ო, შენ რა შვები როგორ ხარ? როგორ ვიქნები? არ მჯერა რომ აღარასოდეს არ ვიქნებით ეგ. იქნებით, ჩემო ზურა, იქნებით, მაგრამ 100 წლის შემდეგ. ძალიან მეწყინა თქვენი ამბავი, ძალიან. არა კაც, ეს განისწის ასე თორე ეგრე ძალიან დიდი ტრაგედია არ მოხდა. აუზი. და ისე დედასთან გააგებინეთ? დედას უთხარი ბიჭო? არა, აუ მე დაიწყებს რომ ძალიანაც კარგი 15 წლის წინ უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი და მოკლედ მაგის ნერვები არ. თორნიკე რატომ მოხედი აქ რა? შენ ხო მუშაობ და ისე დიდი მადლობა ზურასთან ჩვენ დავრჩებით, მოკლედ შენ წადი რა. კარგი, არა, რა შეწუხებაა, უბრალოდ ზური და როგორ მოხდა? რა ვიცი, თავიდან ვერც მე ვერაფერი ვერ შევამჩნიე, იცინოდა ჩვეულებრივად ლაპარაკობდა და უცებ მოდი რა, მიხედე სამსახურს ჩვენ დავრჩებით აქ. კარგი. აბა გამაგდი ზური ვიცი რომ ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ შეგიცმის მის თავს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვეცდები რომ უმისობა არ გაგრძნობინოს. გიორგი მომიყვა თავის ტყუილზე და დამაფიცა რომ თორნიკეს არასოდეს გავუმხელდი რომ მამაჩემი ცოცხალით და სახსალამათია კიევში. ამ ამბავმა ცოტა გაგვამხიარულა, მაგრამ წინ დეპრესიის გრძელი დღეები მელოდებოდა. გიორგი წავიდა სახლში თავის ცოლთან. ნიკა წავიდა სხვის სახლში სხვის ცოლთან. და ეკატერინე წავიდა პაემაზე. მე კი დავჭი ჩემს სახლში ჩემი ცოლის და ყველაფრის გარეშე. წავედ ეხლა სარბენად. ფიზიკური დატვირთვა სტრესს ამარცხებს. წავედ.
უпроსტორად დავრჩი ჩემს ძმასთან ერთად, რაც მარტო დარჩენაზე ბევრად უარესია. დავიღალე. ეხლა ცოტას დავისვენ და მე ვინმეს ვნახავ რომ დავლიო. იო. შენ განაცვალე ძმო. ვიცოდი დაღლილი რომ მოხვილოდი და ლეონიდებოდა და მეც აქა ვარ. მოდი და შეუბეროთ რა. თანამძიმე წუთებში ნუ გეშინია ძმო, მე შენთან ერთად ვარ რა. დილამდე შენი სახლიდან ფეხის გამდმელი არა ვარ. მოდი დავაწყო. გასხი. ოდა ასე მითხრა ვერ მოიგებინო. აკრაღაც მოწყენილობაა და ჩემთან ხო არ წავსულიყავით, ან დავლიოთ ცოტა გავერთო. კარგი. გია, წავედით. რასაკეთებ? იდიოტა! ოკეი, ერთი შანსიც მიეცი, რა ცოდოა ზოვა. მეც არ მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც იმიტომ რომ სალომე ძალიან მეცოდება. რა ვქნა, ამ ეტაპზე ესე ჯობია. დამიჯერე. აი, შენიც მესმის, მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რა. მიცადე. გავაღებ. ნინო, მოდი. როგორ ხარ? კარგად, აი ეს შენ საკეთე მომიტანე იმ დროს გამყვა. ой, მადლობა. ნინო, ეს ჩემი შარფი შენ რატო გიკეთია? და შენ რატო გიკეთია ჩემი?